ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეს შესაძლოა წერტილი დაესვას. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა საბოლოო დასკვნა საპარლამენტო კომისია როსტოვიდან მიღებული დოკუმენტის საფუძველზე დადებს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებზეა საუბარი. ამ ინფორმაციას პირველი პრეზიდენტის მთავრობის წევრები დამატებითი არგუმენტებით ამყარებენ. ამბობენ, რომ მკვლელობის კონკრეტული შემსრულებლების ვინაობაც იციან, თუმცა მათივე უსაფრთხოების მიზნით გვარებს ამ ეტაპზე არ დაასახელებენ. ეს არის როსტოვის სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შინაარსიც დღეს პირველად ხმაურდება. დოკუმენტში წერია, რომ გარდაცვალებამდე ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაზიანებული იყო. რუსი ექსპერტებისგან მიღებული პასუხი პირველი პრეზიდენტის ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ გადასამოწმებლად გერმანიაში წაიღო. დასკვნის წაკითხვის შემდეგ გამსახურდიას თანაპარტიელი სანდრო ბრეგაძე ღიად ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ბატონო ზვიადის ცხედარს გააჩნია ნეკნის რამოდენიმე მოტეხილობა, ბოქვენის ძვალის მოტეხილობა და ცალ-ხელზე არ აქვს ფრჩხილები. კომისიამ მოიპოვა საკმარისზე მეტი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ჩვენ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბატონი ზვიად გამსახურდია გახლავთ მოკლული. როსტოვიდან მიღებულ დასკვნას ზვიად გამსახურდიას მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომელიც ეთანხმება. მკვლელობის დამადასტურებელ დამატებით არგუმენტად სოსოთორიას ექსპრეზიდენტის ყბის ქვეშ აღმოჩენილი მეორე ნატყვიარი მოჰყავს. იმის გამო, რომ ტყვიას ძვალამდე არ მიუღწევია, ჭრილობის ექსპერტიზა შეუძლებელია. ისეთ შევეკრაბლიანის ნატყვიარს გავდა უფრო. მაგრამ როგორ იყო იცით? ეს შეშუპებას იწყებდა კანი და ხელს რო კიდევდი. შეიძლება გადამძვრალიყო კიდეც. ამიტომ ძნელი იყო იმის ისა. ხასიათი დაედგინა კაცს. როსტოველი ექსპერტების კვლევაში ეჭვი არც გამსახურდიას მთავრობის უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრს ეპარება. ექს-დეპუტატი ამტკიცებს, რომ მკვლელობის უშუალო შემსრულებლების ვინაობაც კი იცის. კონკრეტული გვარები ვალტერ შურღაიამ უკვე გადაუგზავნა კონსტანტინე გამსახურდიას კომისიას. დამნაშავეთა ვინაობის საჯაროდ გამოცხადებამდე რამდენიმე მინიშნება მედიისთვისაც კეთდება. ადამიანები, ვინც მოკლა ზვიად გამსახურდია, ცნობილი პიროვნებანი არ არიან. ეს არის ერთზე მეტი პიროვნება, რომლებიც არიან ჯერ კიდევ ცოცხალი. წარმომავლობით არიან მეგრელები. როსტოველი ექსპერტების დასკვნის არჩერა ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრს გაზეთ ახალ შვიდდღეში ბესარიონ გუგუშვილმა უნდობლობა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ კომისიასაც კი გამოუცხადა. არალეგიტიმურად თვლი პარლამენტს და მის ეგრეთ წოდებულ ყველა ორგანოს. ნებისმიერი კომისიისა თუ სხვა საგამოძიებო ორგანოების ჩათვლით, რაც შეეხება დინების წინააღმდეგ მცურავ კოკოს კომისიას, ვინმე სჯერა ამ კომისიის ობიექტურობის, თუნდაც თვით ამ კომისიის წევრებს სჯერათ. ჩვენ ვუპასუხეთ მის აბსურდულ მტკიცებულებას ფილმი დინების საწინააღმდეგოდ და ამჯერადაც მე ვიმედოვნებ, რომ სწორ და ადეკვატურ პასუხს გავცემთ. ევროპაში მცხოვრები გუგუშვილი, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების წუთამდე თან ახლდა, დღესაც ამტკიცებს, რომ ექს-პრეზიდენტი მოკლეს. ეს ვერსია რამდენიმე წლის წინ გადაცემა დროებაშიც დაადასტურა. სიმართლე არის სიმართლე, იმას გალამაზება არ ჭირდება, რაც მოხდა ის უნდა იცოდეს ხალხი. არავის არ აწყობს თვითმკვლელობა. თუ თვითმკვლელობა არის, მაშინ უნდა ეძებონ თვითმკვლელობისადმი იძულება. ვინ აიძულა? და ამ სიაში მოხდება ოჯახიდან დაწყებული ქვეყნის ყველაზე მაღალი პირების შარშვა. როსტოვიდან მიღებულ დასკვნას ჯერ არ გასცნობია ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი, თუმცა რუსეთში ჩატარებული კვლევის მიმართ სკეპტიკური აზრი უკვე გაუჩნდა. გიორგი გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ მამის ცხედარი გადასვენების დროს დაზიანდა. სასამართლო სამედიცინო დასკვნა და გამოძიების შედეგად და მიღებული მტკიცებულებები და აღიარებები და უკვე გახსნილი საქმე ეს არის სხვა. ჩვენ შეიძლება ექსპერტიზამ გვაჩვენოს, რომ ადამიანი არის მოკლული, მაგრამ ვის მიერ არის მოკლული, რა გარემოებებშია ეს ადამიანი მოკლული, ჩვენ ამაზე პასუხს ვერ გაგვწევს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია თბილისში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. საბოლოო დასკვნას ექს-პრეზიდენტის ვაჟი სავარაუდოდ 2 თვეში გამოაქვეყნებს. სწორედ ამ დრომდე გაუხანგრძლива დღეს პარლამენტმა კომისიას სამუშაოა.